დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. მოხრე 23 წინააღმდეგი პროექტი მე რომ მოსმენთ მიღებული. Hello, President. Good to see you. You always come at very important time. საზოგადოების, ცნობიერების და იდენტობის შეცვლის მცდელობასთან გვაქვს დღეს საქმე. პრინციპში ევროპული არჩევანი, ჩვენ თუ გავეცნობით 19 საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ პრესას, ივერია იქნება, დროება იქნება, სულ ეს არის, რომ ევროპა ცხოვრობს ასე და ჩვენ გვინდა რომ ასეთნაირები ვიყოთ, თქვათ, მეურნეობა ესე იყოს მოწყობილი, მოდა ესეთი გქონდეს, ტექნოლოგია ასე გქონდეს განვითარებული. ეს არის ბუნებრივი ამბავი, ხო? 90-იანი წლებიდან მოყოლებული, თუნდაც შევარდნაძესაც, რომელიც საბჭოთა ფუნქციონერი იყო, ვითარებამ უბიძგა რომ ევროპულ გზაზე დამდგარიყო. ერთი რა თქმა უნდა ხელისუფლების შენარჩუნება. და ამ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის რაც მეტად იბრძვიან, მით მეტ დანაშაულს ჩადიან და მით მეტად ეგზისტენციური ხდება მათთვის ხელისუფლებაში ყოფნა. ეს არის მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნა, ეს არის ქონება არ ქონების, თავისუფლების და ბევრი სხვა რამის ეგზისტენციური საკითხი მათთვის. შეუძლებელია ხო რომ რაღაცა უზურპატორი იყო და ამდენი დანაშაული ჩაიდინო, ყავდეს მრუსიძე, ყავდეს ხარება და არაფერი არ მოხდეს. თან ევროკავშირში იყო და თან ეს ყველაფერი. ამათი მთელი ფსონი იყო ის, რომ რუსეთი უკრაინას ბობოლ მიახჩობდა, შეჭამდა, დაამარცხებდა და ასე შემდეგ 2023-ში თუ არა 24-ში მაინც. რა, ანუ შეიძლება ითქვას რაღაცნაირად არასწორ მხარეზეც დადეს ფსონი. ქართულ ოცნებას არ აქვს არანაირი იდეოლოგია. ესენი ყოველთვის მოქმედებენ სიტუაციიდან სიტუაციამდე, ყოველი კონკრეტული შემთხვევიდან შემთხვევამდე. ისინი რუსეთს ეუბნებიან, რომ არა რა საჭირო არის ხა ჩვენ შორის ხუბი, რა საჭიროა ის რაც უკრაინაში მოხდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ თქვენ მოგეწონოთ ეს ქვეყანა და რუსეთის მოწონებული საქართველო მე მგონი არავის არ მოგეწონება. მე ისევ და ისევ ამას უყურებ როგორც ერთი ადამიანის გადაწყვეტილებას დავუშვათ, აი ერთ მომენტში ამ ადამიანმა გაჭედა და იფიქრა ბიზნესზე საუბარი, რომ აი მე ყველა მებრძვის. ხო, რაღაც იქ შვეიცარიულ ბანკში ვიღაც თაღლითი ბანკირი მყავდა, იმან გადამაგდო, ასე შემდეგ და მე რაღაცე ამას მოყვა, დაიწყო და ამ ადამიანმა ერთხელ იფიქრა, რომ ვახ, მე ესენი მებრძვიან.
ვერ იქნება მგონი რაღაც ერთი გამოსავალი, ანუ ვერ იქნება მარტო ევროპა, ვერ იქნება მარტო შიდაზე წოლა, ვერ იქნება რაღაც ერთი კომპონენტი, იქნება ალბათ ფაქტორთა ერთობლიობა.